გილოცავ გურამ იუბილეს მამა ნიკოლოზი გაიცანით. რატომღაც ისე დაემთხვა ხოლმე ტრადიციულად აქ რომ მოვდივარ, მე ღამისთებაზე მივდივარ, ნიკოლოზობა და გილოცავ ყველას დამდეგ ნიკოლოზობას. მესამე შეხვედრა უკვე ამ სივრცეში რომ პირდაპირ მიმეჩქარება და იქაც სიამოვნებით მოგიხსენიებ და ნამდვილად ვარ გულშემატკივარი შენი როგორც წერილისა და როგორც პიროვნების. მე არა ვარ ლიტერატურად მცოდნე, რა თქმა უნდა და არც რაღაც ჟანრობრივად შევეხები მის ციკლს, უბრალოდ მკითხველი ვარ, რომელსაც მოსწონს გურამის სტილი, რომელიც მას ნამდვილად აქვს. გურამს თავის ენა აქვს. მე ვცნობ ნაწარმოები, რომ არ ვიცოდე ვისია, შემიძლია გამოვიცნო, რომ ეს გურამისა. ეს ახასიათებს მას. ერთი შთაბეჭდილება მინდა გაგიზიაროთ, რომ არ ვიცი რა ჟანრში მოიაზრებთ გურამს, როგორ წერალს, მაგრამ მე შეიძლება რაღაც ესე იგი პარადოქსი აღმოჩნდეს ჩემი ნათქვამი, ან ვიღაცისთვის არა. მაგრამ რომ ვკითხულობ გურამს, ჯერ მოხიბლულ არ იმითი, როგორ თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება, როგორ ყურადღებით აქვს დანახული და როგორ ოსტატურად იყენებს შემდეგ ამ ცოცხალ ამბებს თავის ნაწარმოებებში. ანუ არის ისეთი ამბები, რომელიც ყური მოგიკრავს, შეიძლება არ მოგისმენება, გურამს ამ შემოტანილი ეს ცოცხალი. მერე გურამი ახერხებს, რომ იყოს მორალისტი ისე, რომ შეგაცბუნოს. აი კითხულობ მის ეპატაჟურ გამოხტომებს, შეიძლება ნერვების მოგეშალო და ეხლა ეს წიგნი ვისაც არა გაქვთ წაკითხული, შეიძლება შეცბეთ ისეთ პასაჟებს წააწლეთ, მაგრამ თუ ამას გაუძლებ და რაღაცა ელეთ-მელეთი არ დაემართება კაცს, ერთ რამეს აღმოაჩენს, რომ გურამი ახერხებს თავისი ნატურალური აღწერით სხვადასხვა მანკიერებისა, შენში ნამდვილად კათარზისი მოახდინოს. და ერთგვარ მორალისტად ნამდვილად გეუბნება, ოღონდ თავისი სტრატეგიული მიდგომა აქვს და თავისი მეთოდები აქვს ამისთვის. ისე დაგანახებს, რომ ესა თუ ის ამა თუ იმ საქციეს რა შედეგი შეიძლება მოყვეს, არ განგიკითხავს. შეფასებას არ აძლევს, მაგრამ ისე ნატურალურად გაჩვენებს, რომ არ მოგინდება იმის გაკეთება. აი ამ წიგნშიც მაგალითად აბორტის შესახებ რაღაც პასაჟი არის გაკეთებული, გამახსენდა გაბრიელ სალოსის ჩვენება. პირდაპირ გამახსენდა გაბრიელ სალოსის ჩვენება, რაც შენ გაქვს შენი პერსონაჟი სიზმარს რო ხედავს. აქ თავის რო აიძულა აბორტი გაეკეთებინა თავის პარტნიორის რაღაცა, გახსოვთ ხო გაბრიელ სალოსის ჩვენება, რომ ევედრება გვეშველებაო და დეშველებებნება რანაირადო და მიუთითებს 10 მილიონი, რა ვიცი, 100,000-ობით მომწყდარ ჩვენზე. ეს ეკითხება გვეშველება და ეს რანაირადო რა. და იქით მიუთითებს და მსგავსი ის წამოვიდა აქ. და მეორე პასაჟი. კაზინოში რო თამაშობს. და როგორ შეიძლება დაკნინდეს ადამიანი ამ მანკიერი ჩვევით, რომ რაღაც უნება გაქვს, მიჯაჭული ხარ თამაშზე, რაღაც იქ მეფე გონია თავი და რეალობა სადამდე შეიძლება დაგაკნიოს და რა შეიძლება აი რა გიქნან ამის გულისთვის და როგორც ადამიანი, როგორც პიროვნება სადამდე შეიძლება დაგანდაბლონ, რომ აი ნამდვილად შენი საკუთარი თავი შეგძულდეს, ისეთ ნატურალურად აქვს აღწერილი, ესეთი ფაქტები მომხდარა. საქმეც იმასია, რომ გურამი გადმოსცემ იმ სინამდვილეს ისეთი მხატვრული ხერხები და ისეთი ოსტატურად, რომ ის ნამდვილად მომხდარა, მისი მოგონილი არ არის, ფიქრობ, ეს მომხდარა, მაგრამ ისეთ მიზანმიმართულად, ისეთ კონტექსტში მოაქცევს ამ ნათქვამს, რომ ნამდვილად შეგაძულებს ამა თუ იმ ნებას და ამ კუთხით ვიძახი, რომ გურამი ჩემთვის მორალისტი მწერალია, რომელიც ახერხებს რაღაცნაირად, რაღაცნაირი სტრატეგიით მოიტანოს შენამდე ის, რომ რაღაცა ვნება შეგაძულოს შენში. რაც შეიძლება გამოგიცდია, ან არ გამოგიცდია, მაგრამ საბოლოოდ თქვა, რომ დიახ, ეს ვნება როგორც პიროვნებას გშლის. და ამისთვის მე რა ვიცი, როგორც სასულიერო პირსაც და როგორც პიროვნებასაც ძალიან მომწონს მისი ეს მიდგომა. ოღონდ ცოტა უნდა გაუძლო, მაგარი ნერვი უნდა კონდეს, რომ არ წამოგიკიდოს და არ ავარდე რა ამ ეპატაჟურ გამოხტომებზე. და ერთიც აქვს კიდე. მისი ეს ეპატაჟობა არ არის ეპატაჟურობისთვის, რომ არ იქადა რაღაც ეპატაჟურობი იყო და რაღაც თანამედროვე სამყარო მომიწონოს, ამისთვის არ არის. ზუსტად ისეთი მოზომილად კი არის ნატურალურად აღწერილი, მაგრამ ზუსტად საჭირო ადგილას, აი როგორც ფაზლის ადგილი როა გამორჩენილი და სხვას ვერ ჩააკვეხებ. აი ზუსტად ეპატაჟურობის ეს ზომა, ეს წონა, ეს ფერი და ეს კონტური უნდა ჩასვა იმ ფაზლის ადგილზე, ზუსტად ისე იყენებს ამ ეპატაჟურობას, აი ფაზლის ადგილზე ჩაჯდა, თლიანი სურათი დახატულია და უკვე ის აღარ ყვირის. ისე არამედ გეხმარება, რომ ზუსტად ხვდები, რატო გამოიყენა ეს.
და ეს სხვა ნაწარმოებებშიც აქვს. გურამს აი ხევისბერი, ევროპელი ხევისბერი როა მაგალითად. იქაც გაიქცა კაცი თითქოს რაღაც ტრადიცია, რაღაც მეტი თავისუფლებისთვის და რა დღეში აღმოჩნდა რეების კეთება მოუწია და იქ სხვა ისინიც არის აქცენტები, მაგრამ უბრალოდ ბევრ ნაწარმოებში აქვს ეს გამოყენებული ძალიან ისეთი კოხდა, ოსტატურად აქვს ეს ეპატაჟური მომენტი გამოყენებული და ორ მომენტს შევეხები კიდე და აღარ შეგანწყეთ თავს. გახსოვს დოჩანაშვილი კუმირი არის მისი ვიცი და დიდი ამაგიც აქვს შენზე გაწეული როგორც ადამიანსაც და როგორც წერალსაც. სამოსელ პირველს ვკითხულობ, ხო გახსენდებათ სხვა ნაწარმოებების მანამდე დაწერილი რაღაც ნაწარმოებები, სადაც უკვე გაჟღერებული აქვს ის აქცენტები, მაგრამ სამოსელ პირველში ახდენს თავი მოუყარა თავის სათქმელს და ერთიან ძივივით ჩამოასხა, ხო? დახვე. აი ხა ამ ნაწარმოებს რო ვკითხულობდი, გამახსენდა გურამის რამდენიმე ნაწარმოები, სადაც შეეხო რაღაც საკითხებს და მე მოახერხა ისე რომ ერთ ნაწარმოებში შეკრუა, არ ვიცი მე წლების წინ იყო დაწერილი თუ რა იყო, მაგრამ რომელს გაუსწრო, მაგრამ ისე კოხტათ არის შემოკრებილი რაღაც ძირითადი სათქმელის ირგვლივ ის აქცენტები, რაცაც სხვა მოთხრობებში აკეთებდა ამას. და ეს, რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანია და მე გისურვებ რომ ეგეთი ფარული მორალისტობა, რომელიც ნამდვილად ჭრის, ჩემზე როგორც კითხვაზე ჭრის, გაგეგრძელებინოს და რა ვიცი, კიდე ბევრი ახალი წიგნი მოგვიყვება. ნამდვილად კარგი წერალია. აი, რა ხომ